დანა ვაიტმა ინფორმაციული ბომბი ჩამოაგდო და მოგვიყვა ახლანდელ სიტუაციაზე UFC-ში. მან ილაპარაკა მომავალ ბრძოლაზე და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ილია თოფურიას წონის შეცვლაზე, ქამრის ვაკანტურად დატოვებაზე და მის მომავალ ბრძოლაზე. თლიანი მისი ლაივის განხილვა ცალკე ვიდეოში იქნება, ხოლო ახლა ილიაზე და მის გადაწყვეტილებაზე ვისაუბროთ. 2025 წლის 20 თებერვალს ილია თოფურიამ გამოაცხადა, რომ ის გადადის მსუბუქ წონის კატეგორიაში, რითიც გაათავისუფლა UFC-ს ნახევარმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული. წონის კატეგორიის შეცვლის გადაწყვეტილება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნახევარმსუბუქი დივიზიონისთვის წონის დაკლების სირთულეებთან. UFC-ს პრეზიდენტმა დანა ვაიტმა აღნიშნა, ილიას სხეული ვეღარ უძლებს წონის დაკლებას. მსუბუქ წონაში გადასვლა თოფურიასთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის კარიერული ზრდისა და ამ დივიზიონის წამყვან მებრძოლებთან პოტენციური ბრძოლისთვის. მისი წარმატებული გამოცდილება მსუბუქ წონაში, მათ შორის 2022 წლის მარტში ჯეი ჰერბერტის ნოკაუტით დამარცხება, მიუთითებს, რომ თოფურია შეიძლება სერიოზული პრეტენდენტი გახდეს ახალ წონის კატეგორიაში. თუმცა უფრო მძიმე დივიზიონში გადასვლა ასევე ნიშნავს, რომ მას მოუწევს უფრო ფიზიკურად ძლიერი და გამძლე მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლა. თოფურიას წარმატება მსუბუქ წონაში დამოკიდებული იქნება მის უნარზე ადაპტირდეს ახალ პირობებთან და ეფექტურად გამოიყენოს თავისი უნარები უფრო დიდი ოპონენტების წინააღმდეგ. საერთო ჯამში ილია თოფურიას გადაწყვეტილება მსუბუქ წონის კატეგორიაში გადასმის შესახებ ჩანს დასაბუთებულ ნაბიჯად მის კარიერაში.